ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგასურთ. რამდენიმე საათი დიდ საფეხბურთოზე იმამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთვის საყვარელ გუნდებს გულშემატკივრობთ ყველგან სახლში, ქუჩაში თუ სპეციალურ სივრცეებში. რა თქმა უნდა, ჩვენ სარხთან ერთად. შეკრების ადგილებიდან ერთ-ერთი დღეს რუსთავია, სადაც კანადა, მაროკოსა და პარაგვაის საფრანგეთის დაპირისპირებას ადგილობრივი თვალს რუსთავიორისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით მოწყობილ სივრცეში ადევნებენ. სულ რამდენიმე საათში ყველას ერთი მოვლენა გააერთიანებს. სამზადისში კი დილიდან ჩართულია ჩვენი ჟურნალისტი ნანა გოგატაძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ნანა, როგორია განწყობა რუსთავში და რას ამბობენ ადგილზე შეკრებილი კომაგები? ზუსტად 3 საათი რჩება ლუკა მატჩის დაწყებამდე და ვიდრე ფეხბურთი დაიწყება, ადგილზე ჩვენ ფეხბურთის თამაში უკვე მოვასწარით და ასე ვთქვათ, ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატის მურიგი მატჩის საყურებლად იმ სივრცეში, სადაც დილიდან ვარ რუსთავის იპოდრომის ტერიტორიაზე, ბოლო შტრიხები წესრიგდება. ახლა ეკრანი მონტაჟდება, ჩემს კადრებს მიღმა და ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ დიდ ეკრანზე ფეხბურთის მატჩის ყურებას განსხვავებული ხიბლი და ეშხი აქვს, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება ხალხმრავლობაში, მეგობრებთან და სხვა კომაგებთან ერთად. დღეს ველოდებით დასამახსოვრებელ თამაშს, ველოდებით იმას, რომ იქნება დიდი ემოცია, ყვირილიც, დაპირისპირებას და შესაძლოა მწუხარებაც კი, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია ფეხბურთს და მით უმეტეს მუნდიალს თან ახლავს. როგორც გითხარით, ბოლო სამზადისი მიმდინარეობს და ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს რუსთავი 2-სა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად დაგეგმილ, ესე ვთქვათ, სივრცეში იქნება ბევრი გასართობი ღონისძიება და არ იქნება მხოლოდ მატჩის ყურება და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია აქ მოსვლა. უკვე დავაანონსე და თქვი ისიც, რომ პატარებს ელოდებათ სიურპრიზები, მოკლედ ბოლო შტრიხები მიმდინარეობს, ბოლო სამზადისი მიმდინარეობს და ისევე როგორც კანადა მასპინძლობს დღეს მაროკოს, ასევე მასპინძლობთ ჩვენ ყველას, ვისაც სურს ფეხბურთის ნახვა. ჩვენთვის რუსთაველებისათვის ზოგადად დამახასიათებელია და ერთგვარი ტრადიციაა, რომ სპორტის თითქმის ყველა მიმდინარეობას და სახეობას ასე ერთობლივად შევიკრიბებით და უცქერთ ხოლმე. ამ ტრადიციას კიდევ განსაკუთრებით 2024 წელს, მაშინ როდესაც ჩვენი საამაყო ფეხბურთის ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ ჩაეყარა საფუძველი და სწორედ ამ არაჩვეულებრივ ადგილას რუსთავის იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა მაშინაც და ახლაც რუსთავი 2-სა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით იმართება სწორედ ეს ჩვენება. ხედავთ, რომ მზადების პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე არის და 9 საათზე, როგორც კანადასთან ერთად, ასე ვთქვათ, რუსთავიც უმასპინძლებს ამ ძალიან დიდ და საყვარელ და მაგარ მოვლენას. ყველას მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ მობრძანდეთ და ერთად ვისიამოვნოთ. 4 წელში ერთხელ იმართება მსოფლიო ჩემპიონატი და ძალიან დიდი ჩემპიონატია. ამან აღმოაჩინა ისეთი გუნდები, ისეთი ქვეყნები, რომელსაც არ ქონდა ისტორია, მაგრამ დაწერეს ისტორია. ძალიან კარგი არის. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავს და იპოდრომს, რომ ესეთი სივრცე შექმნეს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ, დავესწროთ, ვუყუროთ, ვისიამოვნოთ, ასაკის შეუზღუდავად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოვიდეს, მიიღოს სიამოვნება. რაც შეეხება მატჩს, დარწმუნებული ვარ, სანახაობრივი მატჩი იქნება, ყველა ადამიანი ისიამოვნებს და ერთად ყოფნას გავერთობით. 104 მატჩი 39 დღის განმავლობაში რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში შეუძლია ნახოს მაყურებელმა და ბოლო 2 თვეა განსაკუთრებული სამზადისი და ასე ვთქვათ ფორს მაჟორი არის ჩვენთვისაც, რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვისაც და ახლაც ვიმყოფები რუსთავში და ამ მარათონში უკვე რუსთავის მუნიციპალიტეტი ჩაერთო, მოწყობილია სპეციალური სივრცე და მოკლედ ველოდებით ყველა სურველს და ველოდებით იმას, რომ სანახაობრივი და დასამახსოვრებელი თამაში იქნება. ბუნებრივია, მე დავრჩები ადგილზე, თვალს მივადევნებ ამ მატჩს და რამდენიმე საათში შემდგომ უკვე რაც თამაში დასრულდება, უკვე ლაშა დვალიშვილთან ერთად შემოგიერთდებით. მადლობა ნანა, ნანა გოგატაძე საუბრობდა რუსთავიდან.
UFC-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის რალფ ჯორჯიას პარგლებში UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს თბილისის სპორტის სასახლეში დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართება. სპორტსმენებს შორის ბრძოლა 11 ივლისს შედგება. ამ დღეს რალფ ჯორჯია ოლიმპიური მსოფლიოს ჩემპიონების, MMA-ის ვარსკვლავებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უმაღლესი დონის სპორტსმენების მონაწილეობით ჭიდაობის უმაღლესი დონის სანახაობას წარმოგვიდგენს. დადგის სხვა თემები გიგაავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ჯგუფურა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების მიხედვით 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიკოვანთან ერთად გიგაავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგაავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. გიორგი მალანიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მესამე ნაწილი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მალანიასთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას მიესალმება მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა. ჩვენ დავასაბუთეთ სასამართლოს ხდომაზე განხილვისას, რომ არც ერთი ფაქტობრივი საფუძველი კონკრეტულად ბრალდების ხარის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული დასაბუთება იყო მხოლოდ ვარაუდი და არ ეყრდნობოდა არც ერთ პირდაპირ მტკიცებულებას. ჩვენ ვითხოვდით, რომ დაკავება ვინაიდან იყო არამასწომიერი, უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლოს ხდომის დარბაზიდან. პროკურატურის შემადგენლობაში მითითებული მხოლოდ მიმალვის საფრთხე არ იყო ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეები. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეზე, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზოგ ჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ ის აპირებდა მიმალვას და სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული. რაც შეეხება მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ისევ გრძელდება გამოძიება, შესაძლებელია გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც შესაძლებელია მომავალში იქნეს გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყოთ დევნა და რომ არ მოხდეს იმ პოტენციურ ბრალდებულებთან რაიმეზე შეთანხმება, რაიმე ინფორმაციის შეცვლა, დამახინჯება, წაშლა და ასე შემდეგ, ან თუნდაც მოწმეებზე უკანონო ზემოქმედება, სწორედ ამ საფრთხეზეც მივითითებდით ჩვენ შუამდგომლობაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს სხვადასხვა დროს იმერეთში. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჯგუფურად მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ აიყვანეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაგქონდათ. პოლიციამ 56,000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მარიამ ქრუიბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრებს უმასპინძლა და ანაკლიისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ვიზიტის პარგლებში უზბეკეთის დელეგაცია დაგეგმილ პროექტებს გაეცნო, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობაზე. პრემიერ-მინისტრთა და პრეზიდენტ შორის შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორმა სახელმწიფომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებით კი გამოიყო ვაჭრობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები, ისევე როგორც ტურიზმის სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ზოგადად საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე ჩვენ მიმყოფებოდით ანაკლიასა და ფოთში, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ ის არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე არის შექმნილი და ამავდროულად მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწლოვან პორტში, რომლის შედეგადაც ჩვენ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ
პირველ გემს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული სფეროა საქართველოს ინფრასტრუქტურის, სპორტებისა და ინდუსტრიული ზონების გამოყენება უზბეკი მწარმოებლებისთვის. არა მხოლოდ საქართველოს გავლით ვაჭრობისთვის, არამედ აქ წარმოებისთვისაც. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს ანაკლისა და ფოთის სპორტები მოვინახულეთ. ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებულები ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომლებიც მიმდინარეობს გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად. განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი უზბეკეთის ლოგისტიკური და წარმოების ჰაბის მოსაწყობად საქართველოს ერთ-ერთ პორტში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა აქ ჩვენი წარმომადგენლობის დასაფუძნებლად. დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმებები ელექტრონულ სანებართვო მოწმობებზე გადასვლასა და დეირფნის გამჭოლ ტარიფებზე. ანუ გამჭოლი ტარიფების შემოღება საშუალებას მოგცემს განვავითაროთ ის სარკინიგზო მარშრუტები, რომლებიც გადის უზბეკეთზე და ასევე საქართველოზე. დღეს უზბეკეთი აქტიურად მუშაობს ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობაში. ეს საშუალებას მოგცემს გავზარდოთ დამატებითი მოცულობები, რაც ეტაპობრივად წავა შუა დერეფნის მხარეს. ამიტომ კოლეგებთან შევთანხმდით, რომ უკვე ახლავე დავიწყებთ მზადებას იმ დიდი მოცულობის ტვირთებისთვის, რომლებიც შუა დერეფნის მეშვეობით გაივლის. ახლა კი უცხოეთის ამბები გერმანიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ქალაქ ერფურტში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ყრილობა მიმდინარეობდა, რა დროსაც დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა მოინდომეს. იყო ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკედები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში რომის პაპმა ლეო მე-14 შტატების ჩამოყალიბებაში ემიგრანტების უდიდეს როლს გაუსვა. ხაზი და ქვეყანას გლობალურად თავისუფლების სინონიმი უწოდა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის პოზიციასა და საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს დონალდ ტრამპმა კრიტიკით უპასუხა, ამას დანაშაულთან დაკავშირებით სუსტი და საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი უწოდა. ეს ისტორიული წლისთავი გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე, იმ იმედით, რომ ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაც და სამშობლოს ტიტული მოუტანა. ერის მორალური სიდიადე უპირველეს ყოვლისა გამოიხატება მის უნარში. მხარი დაუჭიროს, დაიცვას და დააფასოს ყველა სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და მათი ვისი ღირებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. საზეიმო თარიღს აღნიშნავს ამერიკის საელჩო საქართველოში, სადაც დილიდან განსაკუთრებული სამზადისია. ტერიტორიაზე მოეწყო ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი. შეკრებილ 2000-ზე მეტ სტუმარს ბარბეკიუ, ცოცხალი მუსიკა და გასართობი აქტივობები დახვდა. შესრულდა საქართველოს და ამერიკის ჰიმნები. ღონისძიებას საელჩომ ამერიკის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით აღნიშნავს, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ასოციაციაა. ის 270-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. საზეიმო მიღება ტრადიციული ფოიერვერკით დასრულდება. უპირველეს ყოვლისა მსურს მიულოც ამერიკის სავაჭრო პალატა საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებთან, რათა გაძლიერდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ერთად ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან ერთად არიან შეკრებილები, რათა ამ სადღესასწაულო ატმოსფეროთი ერთად დადგმდნენ. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის ამ ისტორიულ 4 ივლისის დღეს მათთან ერთად აღვნიშნა. როგორი გეოპოლიტიკური თუ სინოპტიკური ამინდიც არ უნდა იყოს ჩვენს გარშემო, ქართული ხალხისთვის, ჩვენი წევრებისთვის, ქართული ბიზნესისათვის, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის დარჩება გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორებად და აი დღევანდელი დღე სწორედ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მე მინდა მიულოცო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამერიკელ ხალხს ეს ძალიან დიდი დღესასწაული.
რუსთავი 2-ზე შემდგარი სატელევიზიო პრემიერის შემდეგ ავსტრიის არქეოლოგიური და ისტორიული ფილმების ფესტივალზე საუბარია თომა ჩაგელიშვილის კიდევ ერთ დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით არგონავტების ნამდვილი ამბავი. ფილმის ჩვენება ფართო აუდიტორიისთვის კინოთეატრ ამირანში შედგა, მანამდე კი ისტორიული კინოსურათი ეროვნულ მუზეუმში აკადემიურ წრეებს აჩვენეს. როგორი იყო სინამდვილეში ძველი კოლხეთი, როგორ ცხოვრობდნენ და ვინ ბინადრობდა, რა არის სინამდვილე და შესაძლებელია თუ არა უძველესი მითის პოვნა თანამედროვე ქართველების ტრადიციებში. ამ და სხვა კითხვებზე პასუხს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი გაიგებთ, რომელიც არაერთ საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი. 3300 წლის წინ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ტროასოვი მომხდარი არ იყო, ბერძენის ზღვაოსნები ხომალდით არგო კოლხეთისაკენ გაეშურა. კოლხეთი, ოქროს საწმისი და არგონავტები. ამბავი, რომელიც 3000 წელს ითვლის და დღემდე ქართველი ხალხის იდენტობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. როგორი იყო სინამდვილეში ქვეყანა, რომელსაც ბერძნები მსოფლიოს შორეულ და იდუმალ ნაწილად მიიჩნევდნენ. და იმე დღეს ვარ კოლხეთში. დამოგიყვებით კოლხებისა და არგონავტების ნამდვილ კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი თავის ახალ ფილმში ლეგენდასა და ისტორიულ სინამდვილეს ერთმანეთს აკავშირებს. ჩვენი ამოცანა იყო ისტორიული წყაროები, რაც არსებობს, მისთვის მოგვეყარა თავი, რომ მაყურებელთან მიგვეტანა ის დიდი მემკვიდრეობა, რაც ჩვენ ისტორიკოსებმა დაგვიტოვეს, თუ როგორი ქვეყანა იყო მართლაც კოლხეთი, რაც არის დარჩენილი კოლხეთის მთიანეთში, სვანეთში, მაგალითად ტრადიციები უძველესი, შეიძლება თუ არა ეს დაუკავშიროთ ამ ძველ კოლხეთს. ამის ძიებაში ვიყავით ძირითადად და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიგნებები გვაქვს. თამამი ექსპერიმენტები და წარსულის ძიება თანამედროვეობაში. გადამღები ჯგუფი 2 წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში ჩავიდა. ადგილობრივების მიერ შემონახულ ტრადიციებზე, არქეოლოგიურ მასალასა და ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით კი საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა წარუდგინა. ბატონი თომა შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ბოლო ფილმიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისი არსით. სწორი მიდგომა აქვს ამ ისტორიის კვლევის. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გადაღებული ფილმის პრემიერა რუსთავი 2-ზე შედგა. ავტორმა ნამუშევარი ეროვნულ მუზეუმში აკადემიურ წრეებს უკვე წარუდგინა. კინოთეატრ ამირანში ჩვენებები გაიმართა ფართო საზოგადოებისთვისაც. მეცნიერება არ არის მხოლოდ კვლევა, მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა კვლევების. ძველი ბერძენი ავტორებიდან ამ თემას სხვადასხვა მხრიდან წარმოაჩენენ. სასიხარულოა, რომ ეს გრძელდება და ახალი ფორმით არის წარმოდგენილი ის ისტორია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ დიდი ისტორიის და დიდი კულტურის ქვეყანა ვართ. ამით უნდა ვამაყობდეთ. ამ სიამაყეში და აღქმაში გვეხმარება სწორედ აი ასეთი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების შექმნა. ავტორი მიიჩნევს, რომ არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ გადაღებული ფილმი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მსოფლიოს საქართველოს ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა გავაცნოთ. არგონავტების, კოლხებისა და ოქროს საწმისის ნამდვილი ამბავი უკვე გაგზავნილია საერთაშორისო ფესტივალებზე. ოქტომბერში მისი ჩვენება ავსტრიის არქეოლოგიური და ისტორიული ფილმების ფესტივალზე შედგება. სასტიკი შურის ძიება მის გამტაცებელზე. კირილით სიცოცხლე. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ზუგდიდში მდებარე ჭაქვინჯის ციხის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება უკვე მიმდინარეობს. მეხუთე მე-17 საუკუნეებით დათარიღებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს, სადაც პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ციხის მიმდებარე ტერიტორიისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე ციხეს 2017 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი და ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ციხის საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაციის მომზადებას, რომელიც უკვე ფაქტიურად დასკვნით ეტაპზეა და ძალიან მალე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილის
გაცოცხლებას აქვს ადგილი. მადლობა კულტურის სამინისტროს იმისთვის, რომ ამ პროექტის ესე რომ ვთქვათ, განახლება საფუძველი ჩაუყარა. მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც დასრულების ეტაპზეა და ჩვენ მუნიციპალიტეტთან ერთად ერთობლივად ვახორციელებთ ამ პროექტს. ჩვენ გარშემო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ ჩვენი დაფინანსების წყაროებით და დაგეგმილი გვაქვს აქ ჭაქვინჯის ციხემდე ამოსასვლელი გზის მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი, რომელსაც წელს განვახორციელებთ, ასევე გარშემო საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც ამ ციხეს დაჭირდება. ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა სანაპიროსა და ბულვარში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. გაიხსნა საფესტივალო სივრცე, ტარდება სპორტული ღონისძიებები. მოწყობილია გასტრონომიული კუთხე და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. დღის ბოლოს ჯგუფ ურსას კონცერტი გაიმართება, ხოლო საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც სეზონის გახსნას უკავშირდება, ხვალაც გაგრძელდება. სეზონის განმავლობაში ანაკლიაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობაა დაგეგმილი. ორგანიზატორების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მომდევნო 2 დღის განმავლობაში სტუმრებისთვის იქნება ნამდვილად მრავალფეროვანი, იქნება სხვადასხვა აქტივობები, სპორტული, კონცერტები, კულტურული და მრავალი აქტივობები, რომლებიც მათ ესე რომ ვთქვათ, აქ დასვენებას გაახალისებს. მეწარმეებსაც მივეცით, ადგილობრივ მეწარმეებსაც საკუთარი პროდუქციის გამოფენა გაყიდვის საშუალება. ზაფხულის პერიოდში ჩვენი მუნიციპალიტეტი ათასობით დამსვენებელს და ტურისტებს უმასპინძლებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ანაკლია ღირსეულად დახვდება. ფუტკრის ყველანაირი ნაწარმი გვაქვს წარმოდგენილი. ვიღებთ ფუტკრის რძეს, ვიღებთ ჭეოს, ვიღებთ ყვავილის მტვერს. გვაქვს აკაციის თაფლი, ამორფას თაფლი, სვანეთის წაბლი და ცაცხვი, გვაქვს ოქროწყეპლას თაფლი, გვაქვს ყვავილის თაფლი. ტარდება კონცერტი, მოვედი მეგობრებთან ერთად, შეგიძლია ნახოთ სცენა, შეგიძლია ნახოთ სტენდები, გადასებულია სარკმლები, გამოფენა და ასე შემდეგ. და ყველას მოგიწევთ, რომ ანაკლიაში ხვალაც იქნება კონცერტი და ხვალაც გელოდებით. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ ბადარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ქართული ენისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა, რის შემდეგაც დელეგაციამ ბურსას პროვინციაში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა. ჩვენ შევხვდით ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, სხვადასხვა საზოგადოებას, რომელიც მოღვაწეობს ზოგადად რეგიონში. ჩვენ ხაზი გავუსვით თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მაღალ პოლიტიკურ დიალოგს ქვეყნებს შორის, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და რა თქმა უნდა დიასპორის ჩართულობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებში. მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, რომ დიასპორასთან ერთად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტები, რომელიც გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები იყო, ყველა ვარიანტზე ხაზს უჭერენ აქ დიასპორას ხალხს, რომ ეს ურთიერთობა არ დაიკარგოს, ჩვენი კულტურა არ დაიკარგოს და ეს გაგრძელდეს ყოველწლიურად. 150 წელი თითქმის შესრულდა ჩვენი წინაპრების აქ ჩამოსვლა და ასეთი დიდი თანამდებობის ხალხი რომ ჩამოდის ჩვენთვის ძალიან დიდი სიამაყე და რა ვიცი, სიხარული არის. ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული სახის სახალხო არტისტ ზურა ქაფიანიძის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსახიობის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ისაუბრეს და დასამახსოვრებელი კინოროლების გარდა ქართული ანბანის კვლევასა და პოპულარიზაციაში მის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილსაც გაუსვეს ხაზი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ მესვეურებს, ვინც მოინდომა, გააკეთა და დღეს ზურა ქაფიანიძის სახელობის ეს სკვერი მაინც არსებობს ამ უბანში, სადაც სულ მოძრაობდა. ეხლა წაიკითხა გია ჯაფარიძემ გაიხმა ერთადერთი ეს ლექსი, ამ და ზუსტად ეს თვისების მატარებელი, ყველა თვისების მატარებელი შეიძლება იყოს ზურა ქაფიანიძე. ასეთი კაცები როდესაც გადიან წუთისვაფელი იმშევა. ეს ის კაცი იყო, ეს ის ადამიანი იყო, რომელსაც ერთი ყალბის სიტყვა არ უთქვამს არც ცხოვრებაში და არც ეკრანზე. ეს ადგილი უკვე აღარ არის რიგითი სკვერი, ეს ადგილი უკვე ატარებს ბატონ ზურა ქაფიანიძის სახელდებას. მინდა მადლობა გადაუხადო სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას. პიროვნულად გამორჩეული ადამიანი იყო და თავის თაობის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეული მოღვაწე იყო. თვითონ სკვერის იდეა თბილისის საკრებულოს გაუჩნდა.
ბათუმი ისევ მსოფლიო ჯაზის ცენტრი ხდება 12 ივლისს ზღვისპირა ქალაქის შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდის მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მსოფლიო დონის მუსიკოსებს გააერთიანებს. სცენაზე დერილ ჯონსი, მინონგო ჯექსონი, კიონ ჰაროლდი, ერიკ ბენე და გოლდ სნოუსი წარდგებიან. სამდღიანი ფესტივალი სტუმრებს გამორჩეულ მუსიკალურ საღამოებსა და განსაკუთრებულ საფესტივალო ატმოსფეროს შესთავაზებს. შეიკრიბა All-Star ბენდი, ყველა ვარსკვლავებით შეკრებილი, ძალიან სერიოზული მუსიკოსები დაკომპლექტებული ბენდი, რომელიც ერთჯერად ტურს გამართავს, ევროპულ ტურს და მსოფლიო ტურს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემადგენლობით მეორეჯერ ვერსად ვეღარ მოისმენ. ეს იქნება ერთ-ერთი ექსკლუზიური კონცერტი მთელ ჩვენ რეგიონში. ძალიან ბევრი სურპრიზები იქნება ამ კონცერტების დროს, იმიტომ რომ ეს არის ჯაზი, იმპროვიზაცია, როდის რა მოხდება არავინ არ იცის და ერთადერთი ვიცი რომ 100%-იანი ყველა დონის, ყველა ასაკის, ყველა ესეთი გემოვნების ადამიანისთვის დამსწრე საზოგადოებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი დღეები იქნება. კურიერი 6 საათზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustaviory.lg-ან და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustaviory-s Facebook გვერდზე. დროებით.